დღევანდელი ვიდეო იქნება ყველაზე ემოციური ვიდეო ჩვენი არხის ისტორიაში და რატო იქნება ეს ვიდეო ყველაზე ემოციური? იმიტომ რომ ეს ვიდეო უკვე გადაღებულია ამ მონაკვეთს ახლა წერ ვიდეოს დასასრულში და წარმოიდგინეთ ვიცი უკვე როგორი ემოციები გელოდებათ, რა გელოდებათ წინ და პირდაპირ მინდა გითხრათ რომ შურს თქვენი, იმიტომ რომ ეხლა უნდა განიცადოთ ზღვა ემოციები ჩემთან და ქრისტისთან ერთად. დღევანდელ ვიდეოში ქრისტის ვაჩუქებ სახლს. ალბათ TikTok ვიდეო ყველას გაქვთ ნანახი, იმიტომ რომ თითქმის 1,500,000 კაცმა ნახა აი ეს ვიდეო. მინდა გითხრათ რომ ამ ვიდეოში ჯერჯერობით ქრისტის არ აქვს ეს სახლი ნანახი, ამიტომ მივიყვან და ამ სახლს ვანახებ. საერთოდ არსებობს ნეტა ეს სახლი არ გაინტერესებთ ან როგორი არის საერთოდ სახლი, ან ქრისტის რა ემოციები ექნება და ამიტომ არ დაგავიწყეთ ეხლა ავანსად მიაჭირეთ ლაიქს, აუცილებლად გამოგვიწერეთ, რაც ყველაზე მთავარი არის. წავიდეთ ეხლა და ქრისტი ვნახოთ, წავიყვანოთ, ვანახოთ თავისი ოცნების სახლი. წავიდა. როგორც გითხარით, ახლა მივიდივარ უნდა ქრისტი ვნახო და წავიყვანო თავისი სახლი უნდა ვანახო, მაგრამ მანამდე ეხლა მაქვს ერთი მზაკრული იდეა მოფიქრებული. რაღაც ნასახლარი ვიპოვე, რომელიც გაუბედურებული არის, აი საბომჟეთი კი არა, არ ვიცი, არავინ არასდროს არ შევა მანდ და არის ხოლმე ზაღლიც კი არის ხოლმე მანდ ისეთ სახლი არის. ხო და მივიყვანოთ ეხლა თვალება ხვეული და ვანახოთ ეგ სახლი და ვნახოთ რა რეაქცია ექნება, სანამ ნამდვილ სახლს ვანახებ. ხოლო როცა ვნახავთ რა რეაქცია ექნება, მერე წავიდეთ და ნამდვილი სახლი ვანახოთ და იმაზე ვნახოთ რა რეაქცია ექნება. ხო საინტერესოა, ხო მაგარი ვარ, მაგრამ იმედი არის რომ რაღაცას არ ჩამართყავს, აი მაგის იმედი მაქვს. გაგიჟებული ვარ ხალხო, სადღაც მომიყვანა ლოკაცია ჩამიგდო, რაღაცა ტყეღრეში ვარ, მდელოზე ვარ, აი აქ რა მინდა ამიხსენით. გიჟი არის ეს უბრალოდ, აი ახლა უყურეთ, მოდით, აი ნახე შეყერეთ უბრალოდ. აი აქ რა გინდა, გამაგებინე, აი აქ რა გინდა ქრისტი. ესა ჩემი დროების სახლი, მოგესალმები გინაცვალე და როცა მანახებ ჩემ ახალ სახლს, მე გამოგყვები. ეს არაადეკვატურია რა, ახალი აი აქ რა, აქ როგორ უნდა იცხოვრო? კაი, სტოვებ აქ ერთი კვირა, მიდი. არ განახეთ. აი არ განახეთ სახლს. აქ დროხები დადიან ძეს მოწვენი. იქნება გეხურე და საერთოდ არ არის სახლი, ქრისტი. რას ქვია, არ არის ბიჭო, არ ამაყენო, ხა მოგამტრო მაგ ფეხებს. ვინ ახარ ბიჭო შენ? არ იქნება და დადე სახლი და მანქანაზე მე აქ ვიქნები. კაი, გინდა რომ შენი სახლი განახო? რა თქმა უნდა, მინდა. კაი, წავედი და განახე. უეჭველი? 100%, 99-იანი. რა 99-იანი? კაი, 100%-იანი დღეს ამ ვიდეოში განახებ სახლს. აი, წავედი. მამართა. წავედი. რა უკნა? აქ ერთი კვირა როგორ უნდა გეცხოვრა? ეს ისა იწყობა კაცო იწებება ერთმანეთს. მოდი. მოკლედ ხალხო, ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ წავიყვანოთ ახლა როგორც გითხარით და ვანახოთ ნამდვილი ძალიან მაგარი სახლი. რა იყო ეგ? ნერვია გითამაშდა? რა მითამაშდა, ვერ ახარ შენ მოტორს, წავედი. რამე არ იყოს ნიტო, ბიჭო. მოვახლოვდით უკვე ჩვენს ახალ პოტენციურ სახლს და მეტი ემოციებისთვის ქრისტი მინდა რომ ეს შავი, რავი, რაღაც წინ საფარია თუ რა უბედურებას არის თვალებზე აიფარო და რომ მეტი ემოცია გქონდეს და მოულოდნელობის ეფექტი იქნება. და ესეც მოულოდნელობა არ არის ბიჭო, სახლს ნახავ და გამიხარდე. მუწუწუნებ, გაიკეთე. მადლობა თქვენ სახლი გიყიდე. ბიჭო, ნუ მაყვედრი საერთოდ სახლს რა და ის რა შუაშია, რატო? გაიკეთე გოგო, მეტი ემოციებისთვის, მეტი არაფერი. არაფერი. რამე არ შეგეშალოს. რა უნდა შემეშალოს კაცო? რამე არ შეგეშალოს. რა უნდა სახლი უკვე უმადურია. უმადური შენახა, რამე არ შეგეშალოს, ზედა მეტი არ გაბედო, გიორგი. არაფერი კაცო. თითქმის მოვედით ხალხო. აი 2 მეტრში არის, რასაც ქვია ქრისტის ახალი სახლი. ანუ რა გინდა, რას ქვია, რა არის? ეხა ცუდი ბალახი თუ არა ჩემ ბრალი. წამოდი. შემერჭო რა. აი ეს მოტრიალდი ქრისტი, მოტრიალდი. და როცა გეტყვი შეგეძლია უკვე იდეაში მოიხსნა. თვალები. ხო, კაი ადგილი. რა მხოლოდ მინდორია. ცოტა ცელფრემი კიყრია, მაგრამ კერძო. შენს უკან არ გატრიალდე იცოდე, შენს უკან არის სახლი. კერძო სახლი იყიდე, ჯერს რა თქმა უნდა, ქრისტი, კერძო სახლი, აბა ჯერ დაურევ, სადაც წაიყვანო, ისე ირდება თავი. აი, პირობას გაძლევ, რომ 100%-იანი, აი 100%-იანი გაუცდები, აი ხო შეტრიალდები. მართლა? კი. 3 2 ვაიმე! 1 მულა ეს გიყიდე. ეს რა არის? რა არის სახლია ქრისტი, ჩვეულებრივი მიწით რაღაცით და ეს სახლია. სიკარებია დაყრილი ერთმანეთზე. გავარემონტებთ ქრისტი, რა გჭირს? რა უნდა გაარემონტო, გიორგი, პადოვალია. რა პადოალი ქრისტი, ჩვეულებრივი სახლია, მართლა გეუბნები, ანუ გაარე. ამიში ხელი საერთოდ. რა გაჩხუბებს, გოგო, მადლობის მაგი. რა მაჩხუბებს, ბიჭო, ეს რა არის? მინგრეული რაღაცა. კამერასთან რა გაჩხუბებს, გოგო, სირცხვილი არის მართლა. ჩვეულებრივი სახლია, რას ქვია რა, ჩვეულებრივი სახლია, ზოგს ესეც არა რა, მე.
რას ქვია ზოგზე იქიც არა რატო მეღადავები გარემონტები არ გეღადავები ქრისტი გარემონტები და ჩვენთან მიწაც აი ესე მიწა ჩვენია ვის არის გია ნაგვისურნა აგრა მიწა არის მიალაგებ რა იყო ჩვეულებრივი სახლია და მიალაგებ ბიჭო რა აბა მე ხო არ მივალაგებ მე გიყიდეთ სახლი ქრისტი მეღადავები მართლა არ გეღადავები მართლა ეს ვიყიდე ეს რა სახლია გიო ჩვეულებრივი სახლია რა გატირებს ქრისტი რა ფულის გადაყრა მიწა ხო მაინც გაქვს რა გინდა რა გაბღავლებს გოგო ან ჩვეულებრივი მშვენიერი სახლია გიორგი ეს აი გარემონტდება გოგო მიარტყა დაანგრი ეს ეგრე ჩანს ეხა ეს რო შენ კარგად დაათვალიერო არის ძალიან მაგარი სახლი მაყოფილი ხარ არა გიორგი როგორ უნდა ვიყო მაყოფილი რაღაცა დაანგრეული მაჩუქე მოდი რა აი მენა უმადური ხარ მე всё წავედი უმადური შენ ახლა რა ბიჭო მოდია კარგად იყავი რა აი ძალიან გაბრაზებული ვარ გიორგიზე. ნერვები როგორ არ უნდა მოგეშალოს ადამიანს რა. მე ისმის რომ რაღაცა მიწა იყიდო, მაგრამ ანუ არ ვიცი რა, აი ფულის ყრა არის უაზრო. სულ ყველაფერს თავი დავანებოთ რა და აი ჯანდაბას მიწის გამო იყიდა რა. ანუ იმდანად განწყობილი ვიყავი რომ ანუ ბინა უნდა ყოფილიყო ან კერძო სახლი რაღაცა ეგეთი ხო? საერთოდ არ არის ეგ რა. რაღაცა მიწა შემჩარა და მე მაღაზია ვიყავი განწყობილი რა თუნდაც რაღაცა 5 კვადრატი სახლი ყოფილიყო გარემონტებული რაღაც რომ მან მეცხოვრა ეგეც კი გამიხარდებოდა რა მაღაზია ვიყავი რა განწყობილი ძალიან მე ძალიან ეხა გიორგი ზიზიკ მანქანაში და TikTok-ს სკროლავს რომ არ აინტერესებს მე კიდე ძალიან მიხარობდა მეგონა რომ სახლი იქნებოდა ან ბინა იქნებოდა რამე ეგეთი იმიტომ რომ მართლა არ ვიცოდი რა იქნებოდა რა როცა ვიდეო გადაიყო და მან ახლა რომ სახლი გიყიდეო გამიხარდა და მთხოვა რომ კითხვები არ დამისვაო ვერაფერს ვერ გეტყვიო და აი YouTube ვიდეოს რო გადავიღებ და განახებო ძალიან მაგარი არისო აი ძალიან მაგარია ხო ბოსელი აი ძროხას მოვიბავა და ერთად დავიძინებთ ხოლმე ძალიან გაბრაზებული ვარ გიორგიზე აი კომენტარებში დაწერეთ რა რომ ეხა ის სწორი საქციელია ხო არასწორი საქციელია გიორგის მხრიდან ჩემი მიმართ მართლა დაწერეთ ყველა მე და ისე ვფიქრობ რომ არასწორი საქციელია და თუ ფიქრობთ რომ მე არასწორი ვარ დაწერეთ ეგეც ქრისტი რატო ხარ გაბუტული უბრალოდ აი გამაგებინი ანუ რაზე გაიბუტე რომ რაღაცა გიყიდე ჰა რას მიყურებ გოგო ანუ რაზე გაიბუტე უბრალოდ გამაგებინე ხალხსაც გააგებინე უბრალოდ რაზე გაიბუტე ან როგორ შეიძლება რაღაც ადამიანმა გაჩუქოს და მაგაზე გაიბუტო ბიჭო რომ მეუბნები რა ქვია სახლი გიყიდეოთ ბინავთ რაღაცა ეგეთი რა და მეუბნები რომ მიწა არისო და რაღაცა ბომ დაცემული რაღაც სინკარები ყრია ხო? ანუ მაიგ როგორ უნდა მე იმაზე ვიყავი რა ორიენტირებული რომ სახლი იქნებოდა და რაღაცა გადავიდოდით ვიწყობდით და აი რა ვიცი კარგად ვიქნებოდი და ეს რა არის? მაშინ ის გეთქვა რა რომ მიწა გიყიდეო და სახლი ავაშენოთ და მაგაზე ვიქნებოდი განწყობილი. შენ დავიწყოთ რომ მან სახლის დგას ქრისტინე. გარემონტება ჭირდება უბრალოდ. ხელი შევლება. რო გითხრა რომ სახლი მართლა არსებობს და სხვა სახლი არის და ეხა უბრალოდ გაგეხუმრე. აი გიორგი. ანუ გაგეხუმრე მართლა? ხო. გაგეხუმრე. აი რა გაიხუმრე. გაგეხუმრე და ეხა მივდივარ ნამდვილ სახლში. მართლა? აი ამ ჯარში იმიტომ მომიყვანე რომ მატირო, მანერვიულო და მეღადაო. კი, ანუ ემოციები რო გაჩუქო, მართლა ეხა. და ისე გჯერა რომ მართლა გიყიდე სახლი? არა. ანუ მართლა მივყავ ხარ მეთქი გოგო სახლში. ემოცია დამანახე. მოკლედ გაიკეთე ისევ ეს შავი რაღაც ნიღაბი და მიგიყვან ადეკვატურ სახლში. წავიდეთ, შევიდეთ ქრისტი, შევიდეთ, ფხილად გოგო, ფხილად. დამლეწე ბიჭო, და. აი გაჩერდი, აი ეგ დამელოდე. გიხარია რა სიტყვი? კი. დარწმუნებული ხარ ნამდვილია? ჯერ კარები მიგრძენი რა რაღაც მოხდა და. კარები გვაქვს უეჭველი. ეს უკვე კარგი. კარგი. ახლა შეგიძლია მოიხსნა შენი სახვები და ნახო შენი სახლი. აუ, ვერ ვაკეთებ მგონი რომ მატყუებ. გახი. აი! ჟალამაზია ბიჭო! რა მაგარი კარებია ბიჭო, რა მაგარი კარებია. ეხლა დავარხე, ეხლა არ მეტყვი ამეს. ანუ მართლა ჯემია. ყველაფერი არის შენი. არ არსებობს გია. აუ ჟალამაზია, რა кайფერია. რა მაგარია. აუ არ ვიცი რა თქო. არ ვიცი რა თქო. დავიძი, სხვა უნდა
დავათვალიერო? ხო. შიგნით 100 მაგათ მაგარი გელოდა. აი ამისთვის ხო უნდა გამოგუწეროთ ხალხო, უნდა გამოგუწეროთ თამარა. ძალიან მაგარია. წავედით განახორციელეთ. ძალიან დაცხა. წავედით ეხლა და დავათვალიეროთ, ძალიან მაინტერესებს როგორია სახე. ყველა წერტილი მაინტერესებს როგორია და იმე. რა მაგარია. ბიჭო. ვაიმე. ნამდვილია? ჯიღება ხო? ღმერთო! ის ჩვენი სახლია, გიორგი? მართლა ჩვენი სახლია? მართლა ეს ხوارი ქირავე, გიო ეს სახლი. ერთი დღიდან მე არა არსებობს, გიო ჩვენი სახლია? მართლა მართლა ჩვენი სახლია, გიორგი? მე ხურები. ესეთი სურათებში მაგრამ ნახე, ესეთი კარადები და ესეთი კოხრები, ესეთი უცნაური ზუსტად. მე ხადავები რომ მართლა ჩვენია? მაგიო. მართლა ჩვენია? ძალიან მაგარია. დავარჯერა. მე ხურები. მართლა ჩვენია ხო? მართლა მგონია რომ დახაწოლია. არ არსებობს. ძალიან ლამაზია გიორგი, ძალიან ლამაზია. როგორი ლამაზი სახლია. ძალიან მაგარია. კაი რა. მე ახლა რომ მითხა გიხუბრები რა მოკლა. სანამ დანარჩენ სახლს გაჩვენებთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ეს სახლი, როდესაც შევიძინე, იყო მხოლოდ და მხოლოდ კედლები გარემონტებული, მეტი არაფერი. შესაბამისად, აი ამ ულამაზეს ავეჯს, რასაც ხედავთ, დაგვეხმარა ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ქვია Artline. მინდა გითხრათ, რომ მართლა სასწაული დიზაინით არის შესრულებული, სასწაულად გააკეთეს ყველაფერი. მართლა აბსოლუტურად ნებისმიერი დეტალი არის ძალიან ხარისხიანი, რისთვისაც მადლობას ვუხდი Artline-ს. ასევე რაც არანაკლებად მნიშვნელოვანი არის, როდესაც ამ ავეჯის დასამზადებლად მოვიდნენ და ყველაფერი აზომეს, გაგვიკეთეს 3D მოდელი ჩვენი ავეჯის, პირდაპირ სახლში ჩაშენებული აი სურათზე ყველაფერი ჩანდა. და აბსოლუტურად ყველაფერი ვიცოდი უკვე რა იქნებოდა, როგორი იქნებოდა, რანაირი იქნებოდა, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი პლუსი არის ავეჯის შერჩევის დროს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა ამ კომპანიით, აბსოლუტურად ყველას გირჩევთ. დღეს ჩვენ სახლში რა ჩაშენებულ ავეჯსაც ნახავთ, აბსოლუტურად ყველაფერი ამ კომპანიის დამსახურებაა. ვისაც გინდათ რომ აი ესეთი ულამაზესი ავეჯი გქონეთ, აი მართლა ფილმებში რო არის ესეთი ავეჯი, მიმართეთ ამ კომპანიას. ახლა დავათვალიეროთ ჩემი ახალი სახლი ერთად. აი ამას ხო ხედავთ, რამხელა დივანია, თან ძალიან დიდიც არ არის, იმიტომ რომ გიორგი მიცის, მე რო არ მიყვარს ახლა გრანდიოზულად დიდი დივანები, თან კუთხიც არის. ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზია. ამას ხო ხედავთ, ეს მაგიდა შემიყვარდა როგორც კი დავინახე და ეს ყოველი არის ჩემი გაზრდილი. ნახევარწელია რაც ვდი, მეტი ალბათ. დივანი მომწონს, მაგიდა მომწონს, კედლები მომწონს და ყველაფერი მომწონს. ახლა წავიდეთ და საძინებას განახებთ. ძალიან საყვარელი ხარ, ჩემი ზვიგოები მოიტანე. ეს არის ხალხო ჩემი გოლიათი ზვიგო, საშუალო ზვიგო და პატარა ზვიგო. ვიცი ვიღაცა შეიძლება გიჟი გეგონო და ბავშვი ამხელა გოგო ბავშვი არის, მაგრამ არა, მე ძალიან მიყვარს თევზები და ესე ვაგროვებ. ხო, ესე ვაგროვებ. ახლა წავიდეთ და დავათვალიეროთ ჩემი მთლიანი ოთახი. წამოდით განახოთ. აი ესეთი კარადა და ლოგინი მაქვს პინტერესტში ნანახი და გიორგი იცოდა, ზუსტად ვიცი იცოდა, დაგულებულიც კი მაქვს ესეთი რაღაცეები. ჯიგნით რა მაგარი კარადა არის, ძალიან ლამაზია. სამეფო ლოგინი მაქვს. სამეფო ლოგინია. და ეს ლოგინი არის მარტო ჩემი, აქ შუაში წვები მე და ჩემი ზვიგოები გიორგი, ორეო და ჯერით. შენ კაი დივანს გითმობ. შეაფასეთ, მოგწონ თუ არა ჩემი კარადა. მაიმე ძალიან ლამაზია, ფაქტიურად ჩემი არჩეულია გიორგი ეს ოთახი. წავიდეთ, ახლა ნახოთ შემდეგი ოთახი. მაიმე, შეიძლება ამაღა მიმფაკმა მკრას ეგრევე. გავაგრძელოთ, შეხედეთ, რამხელა ტელევიზორია. ამაზე იცი რამდენ ფილმს უყურებ ხალხო, ძალიან ბევრს. ჩემი სიმაღლე ტელევიზორია. აი ამხელა ტელევიზორია ხალხო. ესეთი დიდი ტელევიზორია. მაიმე არ მჯერა. ძალიან ლამაზია. მაიმე როგორი ლამაზია, ძალიან მაგარია ხალხო. წავედით შემდეგი ოთახი.
აი წარმომწუნა. შეაფასეთ ეს კომენტარებში დაწერეთ მოგწონთ თუ არა. მოკლედ გიორგი მითხრა რომ ეს ერთი კარები არის რომელიც არ უნდა გააღოთ. მე თავიდან ვერ მივხვდი რომელზე მეუნებდა. ამ ოთახში იქნება სტუდია. ამიტომაც როცა გაარემონტებს გიორგი და ააშენებს და ააწყობს ყველაფერს შიგნით რაღაცა ავერს, მე ვანახებ რომ ხალხს შიგნით რა იქნება, ეხლა ცარიერი კედლებია უბრალოდო. მეტი არაფერიო. რა? ორი ტუალეტი გვაქვს სახში? მართლა ბიჭო? ერთი ჩემია და ერთი შეხვიდე და ფეხით მჩხილი შეადგა გიორგი მოგჭრი. სახლი უკვე დავათვალიერეთ. გიორგიმ გარკვეული ინფორმაცია მომიყვა ჩვენი სახლის შესახებ, როგორც შემშვიდ შემოსასვლელი კარები არის ძალიან ლამაზი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, შემოსასვლელი კარები არის ცემენტით გალესილი, რომელსაც 2 დღე ჭირდება, რომ სრულად გაშრეს და გალამაზდეს და ასევე ძლებს ძალიან დიდი ხანი. ასევე სმარტონმა დაგვიმონტაჟა ჭკვიანი საკეტი, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა სახით გახსნათ, თუნდაც თითის ანაბეჭდით, პინ-კოდით, გასაღებით და პატარა ბარათით, რომელიც მოყვება 4 წალი. ჩემი აზრით, სმარტ საკეტი არის ძალიან კომფორტული, თანამედროვე და დაცულია სახლი ამავდროულად. ასევე დამატებით კიდევ ერთი კომპანია დაგვიდგა გვერდში და დაგვიმონტაჟა გოფრირებული ბადეები, რომელიც ძალიან მომწონს, არის ძალიან კომფორტული, მოსახერხებელი და რაც მთავარია, ზოგავს სივრცეს. ამიტომ ვისაც გოფრირებული ბადეების, ჩვეულებრივი ბადეების ან მეტალოპლასმასების დამონტაჟება გინდათ, შეგიძლიათ მიმართოთ GNS. მადლობა მათ, რომ დაგვეხმარენ და გვერდში დაგვიდგნენ. საბოლოო კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად დაგვეხმარა, არის Artline და ძალიან დიდი მადლობა მათ. Artline-მა დაგვიმონტაჟა ყველა ჩასაშენებელი ავეჯი, რასაც ხედავთ. შემოსასვლელი ოთახის კარადა, რომელიც არის საკმაოდ მასიური, დიდი და სადა და ლამაზი. სათავსოები აქვს ძალიან ბევრი. და ვისაც ჩემნაირად ბევრი ნივთი გაქვთ, შეგიძლიათ შეინახოთ ყველაფერი. შემდეგი რაც დაგვიმონტაჟეს არის სამზარეულო, არის ულამაზესი. Artline-მა კიდე დამატებით დაგვიმონტაჟა ტელევიზორის კარადა, რომელიც არის მოსახერხებელი და აქვს სათავსოები და საბოლოოდ საძინებელი. სულ ეს არის და ეს ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. კომენტარებში დაგვიწერეთ როგორ მოგეწონა ჩვენი სახლი, აუცილებლად გამოგვიწერეთ, დალაიქეთ ეს ვიდეო და გადააზიარეთ ასევე. ედიტების გააკეთეთ თუ გინდათ, არ არის პრობლემა. ნახვამდის და ყველას გისურვებთ ამაზე მეტ ბედნიერებას. 100 ჯერ მეტ.